შეიძლება ასე მოიცეთ ხალხს? ისე გვექცევია როგორც დამლაგებლებს. დიახ, დამლაგებელი ვარ, ბატონო პრეზიდენტი. ადამიანის ფასი მხოლოდ იმაშია, რომ ის ადამიანია და სხვა არაფერი. რა? კაბინეტშია განსხვავება. პრეზიდენტი კაბინეტს ანაგვიანებს, დამლაგებელი კი ძმებს. პრეზიდენტს ტიტულების წელი ხომ აქვს გულზე? დამლაგებელს კი გვარი და ისიც არავის ახსოვს. პრეზიდენტს მის გარდა ყველა მძღნელი ჰქონია. დამლაგებელს კი საკუთარი თავი ჰქონია მძღნელი. მარია! გონი ვიღაც ახალია. გონი ვიღაც ახალია. მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს საერთოდ ვერ ხვდები რა ფრას ვაკეთებ. არა მგონია ნომერი დამეჯავსოს ამ სასტუმროში. მითხარი, რა ქვია ამ სასტუმროში? საათ ვარ? გვარი ცხოვრება ჩაგეწერა ისეთრო. და ბარგი გამარჯობა. შულიე პორტა. ლებაბამეცი წარმოგიდგინოთ პრეზიდენტი ელბეკი და ქალბატონი მარიამ მარია მარტენი, გვარი მაინც საგამეცნიერო. მაგირა ჯაბი. თქვენ საფასას მოყოდით აქ? არა. მე უკვე ფსიქია რაცა. თქვენ ალბათ ავტო ავარიაში მოხდეთ. არა, რა თქმა უნდა. მამა, დაშავა. ჩვეულებაზე ვშოვ. მაგრამ საჭესთან თავს ყოველთვის ვაკონტროლებ. სწრაფად კი მოდიოდი, მაგრამ ნავარიაში გამორიცხულია. უბრალოდ ამ სასტუმროში, როდესაც შემოვიარე, სულის მოსათქმედა. ნახე რა თulembi. იქნებ დამეხმარო. კი ბატონო. მოკლედ მოჭედი. მოკლედ. 18-ის რომ გავხდი, პირველი ვინც ფეხებს შუა შემიძვრა, იმას გავეკიდე. იცით, მამა ჩემი ვით ბანჯგვლიანი იყო და ალბათ ამიტომ ავირჩიე. ჩემი ქმარი შიმშილით პლავდა. არა, წარმოგიდგენიათ, ჟიმაობას კი ეზარებოდა ჩემთან. არა და ქალმა ხანდახან თუ არის ჟიმავა. მოპერების გარეშე მაინც, თავს ქალად ვერ იქცევს. სხვათა შორის სამი შვილი. როგორ? საცლებზე ხშირად კაცებს იცვლიდნენ. ბევრი ვიწვალე, სანამ სადარ ნაკრებები პატრონებს არ ჩავაბარა. დამიდგა პენსიაზე გასვლის დრო. მეგონა დავისვენებდი და შემძლებდი დიდი ხნის ოცნება ამეხდიდა.
ბოლო სამუშაო დღეს ჩემი დირექტორისთვის მეთქვა ძღნელი ხარ. ის იყო ამის ხმა დავაპირე და ბრახ ჩიცკოს გულზე ვიღაცამ ყინულივით ცივი გადამასხა. სულ თქვა შემეკრა. ხელფეხი მომეკვეთა და თავმოჭრილი კატამივით ავფარხალდი დირექტორის კაბინეტში. ჩემი გადავხდი ხარიჩაზე. და ახლა ოჩიფარია. მე მოგებული ხარსიზა. ჩემი ბოლო მოგონება გუშინ წინდელი ხით თარიღდება. ჩვეულებრივ 8 საათზე გამოვიდა. ტროტუარზე ვიღაც ახალგაზრდა ველოსიპედს მოაქებდა და თან ზარს აწევნებდა. გავიფიქრე ამ კრეტინმა არის ის რომ ტროტუარზე. თუმცა მე ის გაფიქრება ვექარხო ასარი. ვისკუპე და ქვის კამს დავეჯახე პირდაპირ კეთილ. ესე იგი მე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხელმძღვანელი ვარ. მე ადამიანია. იმ კრეტინმა დაარღვია იმან. დია Bravo! Თქვენი გერია, თქვენი! დიაბეტი განმწეული ყანა. ექიმები სად არიან? ჩვენს უკანასკნელ მოგონებს. ვერავით დაკავშირებით მაგას, ჰა? თქვენ რა, მინდა თქვათ რომ მე მკვდარი ვარ? მინდა შევნიშნო, თუ თქვენ მკვდარი ხართ შესაბამისად ჩვენც. ბიჭები ხართ მეთქი დასამხდება გავზადებული გიჭები. ვარ კიდევ მაგრამ მე არ მომკვდარ ვარ. მე ხომ ვძნობ რომ ცოცხალი. ცოცხალი. სოქჩი. ცისბაში აცერცინო. თითქოს ნავიტები აპოპტა ხოქებს. მაგრამ ელეში საცილისთან. გამოსერებდა წკითხა. არა! აი ექიმის გამოჩინა. როგორც ეჭვი მაქვს ექიმის შულიენთან აპირეს წავიდა. მე მგონი მე ბატონ შულიენს იაბრე მოვედი აქ. ისე როგორ ფიქრობთ, სამი დიდი ფირმის პრეზიდენტი უფრო მნიშვნელოვანი პერსონა არ ამიდრე? გაზეთის რედაქტორი, ტრანსპორტული. მითხარი, რომ ისინი მაწუებენ. თქვენ 200 კილომეტრის სიჩქარით შეასრულეთ ხეს. მე არაფერი. უნებრივია, თქვენ ხომ საჯასთან გეძინათ. ნახოთ თქვენი დოსიე. აშას ადამი ავტოკატასტროფაში გავიდა. სულიან პორტალი, დაიბადა ოსმალ ყოფილ ოჯახში, კარგად სწავლობდა. არავითარი სერიოზული დაავადება არ აქვს დედაკაცი. ესე იგი მე ვარ ჯანმრთელი მიცვალებული. არა მხრადი ხასიათის გამო წელიწადში 2 ჯერ მისვიდა სამუშაო ადგილს. ეს კი წარმოვიდგენდი, სიკვდილს ასეთი მაგარი ფეხები ქონდა. ცდილობს შემაბას. დასტარდა. მის დოსიეში წერია, რომ დამთხოვლივით დაძებდა ქალებს. დიახ, ისინი შესაბამად არ არიან. ის კიდევ უფრო სწრაფად, როცა მათგან გადის. რა ვქნა? ერთერთმა გოგომ ვერ მოახერხა ჩემში გრძნობების გაუძლება. მაგრამ რას მას ამართლე? მკვდარი რომ ვარ ისიც მეყოფა. ცდებ, ჯერ ერთი მხოლოდ ექიმი ვარ, არა. მეორე, თქვენ არ ხართ მკვდარი. ვიცი მაგრამ რომ არ ვარ მკვდარი. მაგრამ მე ისიც არ მithქვამს, რომ თქვენ ცოცხალი ხართ. მომისმინეთ, ექიმო. მე არ ვიცი როგორ აღმოჩნდით ეს კლინიკაში. დაუშვათ, ჩამეძინა საჭისა და შევასწრე ხეს.
მაგრამ ამჟამად კარგადაა და არაფერში მჭირდება. შვიდობი. დაუმზადეთ ვირთი გამოიძახო. ზულია, თქვენი სხეულის სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე. სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, კომაში იმყოფება. თქვენ რა გინდა თქვათ, რომ ჩემი სხეული აქ არ არის და სხვაგან იტანჯება? თქვენი სხეული ტკივილებს განიცდის რეანიმაციაში. ხოლო აქ სასტუმროში ორი სამყაროს გასაყარზე. ტკივილებისგან თავისუფალია. ხოლო გლოდინი იქნები ისიც მეთქვა რას ვიცდი. როგორ გადაიხადა თქვენი ბედი? უკანა გარჩენილი იქნება ჩაივა. უბრალოდ არის ზემოთ დაიჭირება. და ზემოთ რა ხდება? ბოდის ვიდე, კიდევ პაპკაცი. საუბრები წინაპრებთან კითხაობა იწილის შიგნით ტრანსცენდენტული მედიტაციაო რა თქმა უნდა ჩემი ნამდვილი სახელი მარსელია მარსელე პელუში ვიბავთ მომავალს გიწინას რა გვიხდით იგრობ ექვსთვის კომიდან ვერ გამოსულდაც მეპატიება რა მიშველეთ კომოდის დაულაგებელი უჯრასავით არავინ მაქვს თქვენი დარწმუნებული ექიმა ყველა მიგიყოთ ჩემ გარდა შეგიძლიათ შვიდად გაბრუნდეთ კრასოდაში ბატონო პრეზიდენტი ვერ დავბრუნდები არ შემიძლია მათი ლაპარაკის მოსმენა ვისი მოსმენა? ჩემი ცოცხლის როგორ? ისინი თქვენთან ერთად არიან? როცა პანსიონერები თავიდან ოთახებში არიან განმარტოებული მათ ესმით ასლაპარაკოს მისი ოჯახის წევრები ის ვები თქვენ ოჯახი მაინც დაგტრიალებთ თავს. მაინც რაზე ლაპარაკობთ? ფულზე რაღაც ხამდა, ფულზე უნდათ რომ ყველაფერი გაკიდო, რაც კი მემკვიდრეობით დავტოვე. მე ვერავის ვერაფერი დავუკვირდა. უნდა დავბრუნო ჩემს ოჯახში. აი, აქ ყოფნას ისე, ჩემი კრეტინის შვილების მოსმენა მიჩვენია. ბავშვები ყველაფერს მიხვდები. რას მიხვდები? რომ არ არაობა. მე ამ ჯიშის ცხოველი ვარ. სხვებსაც დავახარჯავ ჯის სიყვარულს, მაგრამ არავის ჭირდება. ყველაზე უკეთ ბავშვებს ურთიერთობები. ყოველთვის ვიცი რა გაუხარდება. გიჟდები მაგ თავგასიებულებს. არა, როგორ მე უნდა შევწყვიტო ეს ველური გაუნაკო. მათ სურთ რომ ყველაფერი გაკიდო, რაც კი მემკვიდრეობით დავტოვე. უფლებას არ მისვენ იმ პრეტენზიულ პრეტენდენტებს. ხოლო დივიდონ განიავ ჩემი კაპიტანი რომ ძარღვებში ჩემი სისხლიური ესმე. ისე კაცმა რომ რა გარანტია მაქვს რომ ისინი ჩემი შვილები არიან, რა? კრეტინები ხარ? აბსოლუტურად. რა? როგორ მიგო გადავემართება სიკვდილის შემდეგ? თქვენ რა? რელიგიური ასით არ მიგია? იმაგან ბავშვობაში არაფერს გასწავლითნე? სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდებით ზეცაში, სადაც ჩვენი დამსახურებების მიხედვით გასამართლებელი. აი ეს ყველაფერი კი ჩემმა შვილიშვილებმა. ჩვენთან გასამართლების არ გაშინია? არამედ სისის სულთა მათ სულთა! ბატონო პრეზიდენტი, საიდონი აქ რომ ზეცაში აკითხულობ ებრაელს გასაშინელი სამთავროს დროს ამდასლენ ხალხიან გაჩერდა. არ შეგახსენებთ? ეს მარტო პოლიტიკური სპეკულაცია იყო და სხვა არაფერი. აი ამას ვიდამ კი ხება შეიძლება.
მეორე შენატარები. 40 წლიანი კონტრაბასა. აი ეს კი საცაცინო შეხადებები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ პატია, თქვენ ხარ. იქნა პატიეთი! ბატონო პრეზიდენტო, იქნა პატიეთი! ის პატიებს. ის დადგა ჩემი რიფი. იმედი მაქვს ბოლო ინფორმაცია არც ისეც მე არ მაქვს უბრალოდ რაიმე მითხრათ. მარია